ჩემი სიცოცხლე. იცოცხლე. მე ერთი რაღაცა მინდა გკითხო. მაგრაც მინდა ეთქობა. აბა? აი, კითხე თუ შეიძლება. მეშველებ არა მე, თქვა. საკარია. ხვალდილი დამირეკე და პირდაპირ გეტყვება შეიძლება თუ არა, ესე ჯობია. დიდი მადლობა. შემდეგი მაყურებელი შემოუშვათ ეთერში. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ? ალო. გამარჯობათ. და ხელისუფლებას, გამარჯობათ, მოგესალმებით. დიდი მადლობა პასუხისთვის. მადლობა. ცოცხლე. SMS-ების ამბავი როგორ არის? აი რაღაც ალო. გამარჯობათ. ჩემო ღირსეულო მამულიშვილო, მოგესალმებით თქვენს და თქვენს სტუმრებსაც. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას დღეს სამჯერო გვიყიდის საქართველოს ყველა ნაწილებს. ფული ექნებათ, აბა არ ექნებათ? მოსკოვიდან. ხო, შემოგევლე. ციგარი ხარ, ლევა, შენს დაგიათ. დიდი მადლობა. გაიხარეთ. მადლობთ. აი, აქ ესე იგი იქიდან ზეკავს მაყურებელი, მაესტროს უყურებთ ისეთი ხარ მაინც. ალო. დიახ, გამარჯობათ. დაღამშვიდობისა, ლევან. იცოცხლე, აგაშენო ღმერთ. რაც შეეხება კითხვას, გეტყვი რომ მაგას ეხლა აღარავინ აღარაჯერა მაგამბისა და ეხლა ტყუილად ფიქრობენ რომ ვიღაცას დააბოლებენ, ლევანამ ფული აიღო, ესაკნა. არ უნდა რა მაგას ლაპარაკი ეხლა იასმია ყველასთვის რომ მთელი ხელისუფლება მაგედან სულგმულობს და ეხლა კაროჩე რა მაგაზე ლაპარაკი ზედმეტია ბოდეშის გარკვეული ლაპარაკი თვითა. ერთი მინდა კიდე დავაყენო რა. არავინ და რა თქმა უნდა არცა ჯერა, მაგრამ ჩემას ვამბობ რა თუ შეიძლება მოკლედ რა ქვია? გოგი დამქვია? გოგით მოკლედ ჩემო კარგო რა, ბევრი რეკავს. ხო, არავინ დაიჯეროს რომ რაღაცა რეიტინგი დაეცა ლევანის ამბავში და ეგ ეს სულელი არის პირიქით, მოგო ყველა რეიტინგებზე მე ვილაპარაკებ, ჩვენა გავშლით მაგ თემას და აუხსნით რეიტინგი როდის არის პოლიტიკოსისთვის საჭირო. ალო. გისმენთ, გამარჯობათ. ლევანი გამარჯობა. როგორ დამდები? მადლობთ. საერთოდ ხელისუფლების არაფერი არ მჯერა. აი არ ვიცი მე ხა არა ვარ ისეთი გათვითცნობიერებული რომ ეგეთი ვარჩიო, მაგრამ არაფერი არ მჯერა. დიდი მადლობა. პასუხი გასაგებია. დიდი მადლობა. მე არ ვიცი SMS-ებში რა ხდება, როგორ ხდება, ჩვენ დავჭა დაახლოებით. რამდენი დავჭა? 12 წუთი დავჭა, ხო? კითხვა არის ესე იგი ესეთი რომ ხელისუფლებას არის რუსულ ფულთან დაკავშირებული თუ ოპოზიცია და ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს სატელეფონო ინტერაქტიული გამოკითხვა. მაგრამ ასეთი გამოკითხვა მიმდინარეობს, როდესაც მაყურებელი თავისთავად რეკავს. ბატონმა სოსო ცისკარიშვილმა წარმოადგინა იპოვა აღმოაჩინა რუსული ფული საქართველოში. კიდევ ერთხელ წაგიკითხავთ ციას, მინდა ობიექტების ხო რუსული ფულის საქართველოში თელასი, მადნეული, კვარციტი, ენერჯი ინვესტი, აზოტი, ბილაინი, ლუკოილ გრუზია, იტერა გრუზია, ხრამი 1, ხრამი 2, ტრანსჯორჯიან რესურსის, თბილისის წყალი, ენერგოპრო ჯორჯია, მტკვარი ენერგეტიკა, ვითიბი გრუზია ბანკი, დაახლოებით 70%-მდე ღვინის ქარხნები და ბოლო არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მე მგონი ყველას გადაწონის, სხვაც თუ წვილმანი, ჯანდაბა და დოზანა, ესეთი არის ეს სია. წვილმანები თქვენ ხო წარმოგიდგენიათ, რამდენი იქნება აგენტების არ იყოს საქართველოში და ეს არის ბატონი სოსო ცისკარიშვილის მიერ აღმოჩენილი, არქეოლოგიურად აღმოჩენილი, მოდი ესე ვთქვათ. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ ბატონო ლევან. გამარჯობათ ჩემო კარგო. მოგესალმებით, სტუმრებსაც ძალიან მიყვარხარ დიდ პატივს ყველას. 20 იანვარს მე ერთი რამე არ გამისცემია სულ უყურებ ბიას გადაწერებს.
რა თქმა უნდა ხელისუფლებას ამდენი რამე რო გაკეთეს აბა ეს ფული რუსული ფული არის ხო ყველა დავიდა მაგას იბერებში ყველა რა საინტერესოა სად წავიდა არა ეს ფული დღეს მიხეილ სააკაშვილს ცოტა იქითაც გავიაროთ ხოლმე მიხეილ სააკაშვილს უხსენებია რომ კაცო რა ვერ ხედავ თუ რომ ამდენი პორშეს ჯიპები დადიანო ამდენი ფული აქვთო და როგორ ანგრევენ მიმართულად ქართულ ეკონომიკასო რაც მაგათმა ხმა მოიყეს იმის მერე არც ერთი ინვესტიცია საქართველოში აღარ განხორციელებულა მაგრამ ამ დროს ივნისში დაიწყო თურმე ზრდა ეკონომიკური და დასთან არის ეს დაკავშირებული ალბათ ამაზე შემდგომ აბა გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ მოგესალმებით რა თქმა უნდა ხელისუფლებას ძალიან დიდი მადლობა მე მინდა SMS-ების ცოტა შეჯამების სიტუაციას მითხრათ ყურში 16 ზარი შემოვიდა და 15 ნახევრით ნახევარზეა ზარიში 70 SMS-ია მოსული ამ კონკრეტულ საკითხზე და 70 SMS-დან 2 SMS-ი არის მეტყველებს იმაზე რომ ესე მithქვეს რომ ოპოზიციას აქვს მეტი ფინანსური კავშირი რუსებთან ვინემ თელას მადნეუს კვარცის ენერჯინ აზოს და ასე შემდეგ იმ ორის ნომერია მაგასია ხალხი გადაყრილი ხალხი გადაყრილი ეხლა მიხეილ სააკაშვილი რო იყოს ჩვენს ადგილას იმ ორის ნომერს ამოიწევდა სამარიდა და საერთოდ დააჯილდო მაგრამ გამოვაცხადოთ ეს ნომრები ხვალ ღირსების ორდენებს გადაცემენ დიდი ისე რა ქვია დაშმანდურით ნომერი უეიცეს თვითონ იციან ხო მოკლედ ვანოს გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ გამარჯობა ჩემო კარგებო და ძვირფასებო გამარჯობა დავაფიქსირებ ჩემს რომ რასაკვირველია ხელისუფლებას და კიდე მინდა აღნიშნო რომ ბატონო სოსო როგორც ყოველთვის თქვენ მოწოდების სიმაღლეზე ხარ და აი ეს ჩამონათვალი რომელიც გააკეთეთ თუ ვინმეს დღეს კიდე რაღაცა ეჭვიებარებოდა და გარკვეული არისო მე მგონი აი ამ ჩამონათვლის შემდეგ უნდა ცოტა მაინც რაღაცა მათ გონებაში შეიცვალოს კარგად იყავით და გამარჯვებულე. კარგად ზანდებოდეთ, დიდი მადლობა. ტენდენცია აშკარად შეშხარეზეა. 50-50 არის. რუსების ხარეზეა, მოკლედ საფოლო ჯამში ტენდენცია. ამხელა. ისმენთ პირდაპირ ეთერში ხარ. გამარჯობა. ბატონო რამაზ და ბატონო ლევან. მე ვაფიქსირებ ხელისუფლებას, მე თვითონ სოციოლოგი ვარ და მე მგონი ეს უკვე იმის საბაბია რომ თქვათ რომ ეს არის ხელისუფლების დიდი მადლობა. მე მინდა ყველას გთხოვოთ დარჩეთ ტელეეკრანებთან, იმიტომ რომ ჩვენ დაახლოებით 1 საათში შეიძლება ცოტა ნაკლებში ზუსტად იგივე კითხვას დავუსვამთ, ოღონდ ჩვენ მიერ ამორჩეულ რესპონდენტებს და არა მაყურებლებს. მე თვითონ ეხლა მეშინია ამ სიტუაციის, ჩემი მოფიქრებული ამბავი კია, მაგრამ ზოგი შეიძლება ეძინოს, ზოგი შეიძლება ძალიან დაკვირვებული მე ლევან გაჩეჩილაძე გირეკავ გამარჯობა და ერთი კითხვა მინდა დაგისვათ და ის სოციოლოგიაც მე მინდა რომ ბატონო ჩემ სტუმრებთან ერთად შევაფასო და ნახოთ ერთი რა გამოვა. ალო. გისმენთ? ალო. დიახ. გამარჯობა სადაც. გამარჯობა. მოგესალმებით თქვენ სტუმრებს. რა თქმა უნდა ხელისუფლება. დიდი მადლობა. ამაში მეორე აზრია, მაგრამ ერთი რაღაცა მინდა გთხოვოთ. კი ბატონო. რა მაინტერესებს ეს ბატონო? აი მან რო ფული დეს. დიახ. შეიძლება რომ შევთავაზოთ ხელისუფლებას გაგვიცვალოს. გაგვიცვალოს ეს ფული. ჩამოვიდეს ჯერ ის კაცი ჩამოვიდეს და შეიძლება გაუცვალოს კიდევ. გაუცვალოს და გაუცვალოს. მაგარა კაცი. ასალებას კარგია. მოკლედ ძალიან გამომხიარულეთ დღეს ამ საღამოს ხალხი იმდენად